საქართველო ხდება გლობალური ფინანსური რუკის ახალი ცენტრი. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში წელს პირველად იმართება მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება თბილისის ფინანსური სამიტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აერთიანებს მსოფლიო ფინანსური და ტექნიკური ინდუსტრიის ლიდერებთან, ინვესტორებთან და ეკონომიკის ექსპერტებთან. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ბატონ ვარლამ ნებანოიძესთან. ბატონ ვარლამ, მე მგონი ყველაფერი სწორად. პირველი კითხვა სწორად უნდა. კი, სწორად დავსვამ, იმიტომ რომ მოვემზადე ამ თემასთან დაკავშირებით. საქართველოს როლი რეგიონულ ფინანსურ ეკოსისტემაში თბილისის ფინანსური სამიტი პირველად ტარდება საქართველოში, ჩვენ ეს უკვე ვთქვით და რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ამ ფორუმში თუ შეიძლება ასე ვთქვათ და სწორედ თბილისი გახდა GFTN-ის ღონისძიების მასპინძელი. მე მგონი ეს აბრევიატურაც სწორად ვთქვით. აბსოლუტურად. ოჩახი. ახლა გისმენთ. შუა დერეფანი უკვე ისეთ პოპულარული ტერმინი გახდა და პირველ რიგში როდესაც შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ასოცირდება ვაჭრობის დერეფანთან. რომ ვაჭრობის ნაკადების ახალი ტალღა წამოვიდა, მათ შორის გეოპოლიტიკის გამო ამ დერეფანში ჩრდილოეთის დერეფნიდან. მაგრამ შედარებით ახალი ტერმინია ფინანსური დერეფანი. დიახ, აი რას ნიშნავს ეს? თქვენ შეგიძლიათ სამ დღეში გადმოტვირთოთ ტვირთი ყაზახეთიდან საქართველოში, მაგრამ გადახდა შეიძლება კიდევ 10 დღე დასჭირდეს. ეხლა არსებული ფინანსური ინფრასტრუქტურით ჩვენი კონცეფცია გულისხმობს რეალური ეკონომიკის, ანუ ვაჭრობის დაწყვილებას ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებთან. ეხლა შუა დერეფანში ძალიან ბევრს აქვს ხავობის ამბიცია, მაგრამ ჩვენ ვართ პირველები, ვინც ეს რეალური ეკონომიკის მიმდინარე პოზიტიური ტრენდი დააწყვილა ფინანსურ ტექნოლოგიებთან. პირდაპირ ნიშნავს კონკურენტუნარიანობის ახალი წყაროს ძიებას შუა დერეფნისთვის. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეხლა კონკურენცია არის Silk Road-ის ნაწილია შუა დერეფანი და განშტოება არის სამი პირველი ჩრდილოეთის დერეფანი, შუა დერეფანი ჩვენი და სამხრეთში კიდევ ახლა ტრამპის ახალი დერეფანი აღმოცენდა და მთელი რუსთაველი რომ მოცულია რაღაც ამ ღონისძიებით, გუშინ მითხრეს, ანუ ეს ღონისძიება ტარდება, ხო, როგორც ეკო, შენ ვიცი რომ ძალიან გათვითცნობიერებული ხარ ამ სისტემაში, მაგრამ მოდით კიდევ უფრო კარგად რომ ამიხსნათ მე როგორც ისტორიკოსი, აი თქვენ ერთი რამ თქვენ რომ ჩაოლებრივმა ადამიანმაც გაიგოთ. სამ დღეში შეგიძლია გადმოტვირთო, მაგრამ 10 დღე სჭირდება თანხის გადახდას. თქვენი ძახით რომ ცდილობთ ახლა ამის დაწყვილებას. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო სწრაფი გახდება ფინანსური ოპერაციები, ისევე როგორც თქვა ტვირთის გადმოსიტვა. ცოტა ისტორიულ რაკურსს გავაკეთებ მაშინ, როდესაც ეს აბრეშუმის გზა თავიდან იწყებოდა გომის უდაბნოდან ჩინეთიდან აკლევებით მოდიოდა ტვირთები. ამ ხნის განმავლობაში ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა ძალიან განვითარდა, ხო? მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში მძლავრი პორტები არსებობს და ასე შემდეგ. ამის საპირწონედ ჯერჯერობით არ განვითარდა ფინანსური ინფრასტრუქტურა, როდესაც წერტილიდან B წერტილში რიცხავთ დღევანდელი ფინანსური ინფრასტრუქტურით, როგორც მინიმუმ სამი სხვადასხვა ორგანიზაციის ბალანსური უწყისი უნდა განახლდეს. პირველი გამგზავნი ბანკის, მეორე შუამავალი ვიზა იქნება Mastercard თუ Swift და მესამე მიმღების. და ამას დრო ჭირდება. ხო, ეს პროტოკოლები, რომელიც მე ახლა ვახსენე, არის ინტერნეტამდელი ეპოქის პროტოკოლები. 50-იან 60-იან წლებში შეიქმნა ის მესიჯების სტანდარტები, რომელიც მოქმედებს ახლა გადახდებში. მაგრამ თქვენ გსმენიათ ბლოკჩეინის შესახებ, ტოკენიზაციის შესახებ, ეგრეთ წოდებული განაწილებული დავთვლის ტექნოლოგია, ძალიან ბევრი არასაჭირო ნაბიჯი ამ პროცესში, რომელიც ახლა არსებობს კლირინგის რეკონსილაციის სახით, შეიძლება ამოღებული იქნას ახალი ტექნოლოგიებით. ამიტომაც პირდაპირ კონკურენტუნარიანობის წყაროდ მიიჩნევა ახალი ფინანსური ტექნოლოგიები რეალური ეკონომიკისთვის, მათ შორის გადახდებში, მათ შორის ღია ფინანსების და ღია ბანკინგის ქვეყნის გარეთ გატანაში და ჩვენ ამის კარგი წანამძღვრები გვაქვს, იმიტომ რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში თუ რამე ინდუსტრია განვითარდა საქართველოში, ერთ-ერთი არის საბანკო ინდუსტრია, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ფუნდამენტი, რომ ახალი ტექნოლოგიები დავაშენოთ. ბატონ ვარლამ, ახლა ჩვენ ვსაუბრობთ აი სწორედ ამ ფინანსურ და ტექნოლოგიურ, თქვათ, ქსელებზე და აი GFTN-ი ახსენა გიორგიმაც. თანამშრომლობთ ძალიან აქტიურად და ეს ღონისძიებაც აი GFTN-თან თანამშრომლობით ტარდება. როგორ იქნა მიღწეული ზოგადად ეს პარტნიორობა და რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ აი სინგაპურის წარმატებული მოდელიდან, იმიტომ როგორც მივხვდით და გავიგეთ, სინგაპური არის მოწინავე ხო ამ საქმეში. კი ბატონო. ამ კუთხით
გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი, ესე იფიქრება GFT-ი. ჩვენ როდესაც ეს კონცეფცია მოვიფიქრეთ რეალური ეკონომიკის და ფინტექის ერთმანეთთან დაწყვილების მთელი მსოფლიო შემოვიარეთ ამ ბროშურებით Fintech in Georgia Building of the Middle Corridor Momentum ეს 2024 წლისა ეს შედარებით ახალი და უფრო სქელკანიანი ვერსია მათ შორის ორი პავილიონი გავმართეთ სინგაპურში ქვეყნის პავილიონი სადაც გამოფენა ჰქონდა ამ ჩვენი ახალი ფინანსური ტექნოლოგიების და რეგულაციების რომელიც არის Fintech-ის მიმართ მეგობრული და ეხლა უკვე ამ ნაცნობობის ქსელის აწყობით, მათ შორის GFT-თან დიდი ხნის თანამშრომლობის შედეგად დავინახეთ გარკვეული ანალოგიები სინგაპურსა და საქართველოს შორის. სინგაპურიც 5 მილიონიანი ქვეყანა არის 1 მილიარდიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის, რომელიც ხაბად პოზიციონირებს და თავის დროზე სინგაპურის პორტი იყო ლოკომოტივი იმის, რომ კაპიტალის ბაზრები შექმნილიყო იქ და მერე უკვე ფინანსური ტექნოლოგიები. ეს ანალოგიები არსებობს ისიც პატარა ქვეყანა და ჩვენც გეოგრაფიულად გვაქვს ისეთი შედარებითი უპირატესობები, რომლის არ გამოყენება ძალიან დიდი შანსის ხელიდან გაშვება იქნებოდა გამომდინარე იქიდან რა მომენტუმიც არსებობს ახლა შუადერეფანში. ამას სჭირდება აქტიურობა, ჩვენ ხშირად ვიძახით ხოლმე რომ ფინტექ ხაბობა, ნებისმიერ სხვა სახის ხაბობა არის მარათონი და არა სპრინტი. და მუდმივი პროცესია, ამიტომაც ჩვენ შევძლებთ ის, რომ რეგიონში პირველად ამ სახის დიალოგი გამართულიყო საქართველოში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვახსენებ, შუადერეფანში საკმაოდ დიდი კონკურენცია გასაგებია. და ამ სამიტიდან გამომდინარე, რომ ვთქვათ, აი სამიტზე საუბრის დროს, აი ყველაზე მთავარი თემა რა დასახელდა, რომ რა არის ყველაზე მთავარი კონკრეტული ნაბიჯი რაც უნდა გადაიდგას და უკვე გარანტირებული იქნება ეს წინსვლა და ინოვაციური სიახლის შემოტანა და დანერგვა. სამით წინ უძღოდა ბევრი მოსამზადებელი სამუშაოები, რის საფუძველზეც ამ სამიტის ორდღიანი დღის წესრიგი დაიწერა. მათ შორის ჩვენ ველაპარაკებით აზერბაიჯანს, ველაპარაკებით თურქეთს, ანუ თავარ ჩვენ სავაჭრო პარტნიორებს, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საგადახდო სისტემები და მათ საგადახდო სისტემები ერთმანეთს დაუკავშირდნენ. იმასთან დაკავშირებით, რომ ეგრეთ წოდებული ქვეყნებს შორისი რეგულაციების სენდბოქსი, რაც ამათამაშო მოედანს ნიშნავს სტარტაპებისთვის, გაიხსნას ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის. ანუ ერთის მხრივ მათ გაიხსნებათ ჩვენთან ბაზარი და მეორეს მხრივ ჩვენს ფინტექ სტარტაპებს ექნებათ წვდომა ახალ 10 მილიონიან ბაზარზე. ეს არის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში ამ ყველაფერს წინ უძღოდა და ეხლა დაგვირგვინება ამ თემის ირგვლივ ხდება, მაგრამ გარდა ამისა, ზოგადად საკაცობრიო თემები ფინანსურ ტექნოლოგიებში ძირითადი წარმმართველი ბოლო დეკადის განმავლობაში იყო ეგრეთ წოდებული API-ები და cloud-ის ინფრასტრუქტურა, რაც დემოკრატიზაციას უწევდა ხელს ფინანსურ ტექნოლოგიებს. ეხლა ხელოვნური ინტელექტი, კვანტური კომპიუტერები და ტოკენიზაცია. ეს სამი თემა, რომელიც მომავლის თემა იქნება მომავალი დეკადის განმავლობაში და ამაზე გამოწვევაც ეგ არის პრინციპში. ყველა ცნობილი სპიკერები ჩამოდიან და რასაკვირველია საქართველოს კონტექსტშიც იქნება ლაპარაკი ამ ყველაფერზე. ძალიან კარგი, თქვენ არაერთხელ საუბრის დროს ახსენეთ შუადერეფნის როლი და იმაზეც იყო საუბარი, რომ აი ჩვენ ხაბობაზე გვაქვს სერიოზული პრეტენზია. მაგრამ ძალიან საინტერესოა რა კონკრეტული ხედვები აქვს ამ თემასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს და აი ამაზე თუ შეგიძლიათ გვესაუბროთ. კი ბატონო, ჩვენი კონკურენტული უპირატესობა შუადერეფნის სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომელსაც ასევე ხაბობასთან დაკავშირებით აქვს პრეტენზია, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გეოგრაფიულადაც და სხვა თვალსაზრისითაც ხიდი ვართ ევროკავშირს და დანარჩენ ცენტრალურ აზიას შორის. მოგხსენებათ ჩვენ კანდიდატ ქვეყანა ვართ ევროკავშირის და მიმდინარეობს ჰარმონიზაცია წლების განმავლობაში მათ რეგულაციებთან, ასევე ინფრასტრუქტურულად წვდომა შეიძლება გაგვეხსნას მათ გადახდების სისტემებზე, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ინვესტორი, როდესაც დაინტერესდება ინვესტიციებით ამ 200 მილიონიან ბაზარზე, ჩვენ გვაქვს კონკურენტული უპირატესობა, იმიტომ რომ წვდომა ეხსნება ორივე მიმართულებით, ვიდრე ცენტრალური აზიის სხვა რომელიმე ქვეყანას. ბატონო ვარლამ და ამ გრანდიოზულ ღონისძიებაზე სამიტზე ბუნებრივია რომ დაგეგმილი არის, ხო, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები და აი საინტერესოა რა სარგებელის მოტანამ შეუძლია, თქვა ქართულ
ქართული ფინანსური სექტორისთვის, აი ამ შეხვედრებს იქნება ეს ბანკები თუ აი შედარებით ახალი თქვა სტარტაპები. კი ბატონო, ჯერ დავწყოთ იმით, რომ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მოლოდინს გადააჭარბა და ამ 1000-ზე მეტი რეგისტრირებული სტუმარი გვყავს უკვე. ნახევარი დაახლოებით ამ სტუმრების მოდის უცხოელ სტუმრებზე და ძალიან დივერსიფიცირებული ხალხია, ვინც აპირებს ჩამოსვლას. ეს იქნება პოლისიმეიკერები, ეს იქნებიან ინვესტორები, ასევე ეს უკვე ცალკე სარგებელია, როდესაც ჩამოდიან ეს საერთაშორისო სტუმრები ამ ბიზნეს შეხვედრებში. სპეციალური აპლიკაცია, რომლითაც საშუალება არის კავშირების დამყარების წინასწარ. მე მაგალითად უკვე რამდენიმე კავშირის შესახებ მოთხოვნა მაქვს გამოგზავნილი და მეც ვუგზავნე, ვისაც მაინტერესებს და ზუსტად ასევე იქცევიან ქართული სტარტაპები. შეიძლება იყოს შესაძლებლობა როგორც ინვესტიციების, ისე მომავალი თანამშრომლობის. მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარები ვართ, აღიარეთ თუ კარგად მოვემზადეთ, კარგად შევისწავლეთ საკითხი. ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მადლობა წარმატებები. დიდი მადლობა.